ძალიან საინტერესო თემა გვაქვს ახლა განსახილველად. გესტაციური დიაბეტი. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ქალბატონს არ აქვს არანაირი დიაბეტის ნიშნები, თუმცა ორსულობის დროს უვლინდება. და ამას ეძახიან გესტაციურ დიაბეტს. და მაგალითად, ცნობილი ვარსკვლავი, რომელსაც ჰქონდა ზუსტად ასეთი გამოვლინება ორსულობის პერიოდში, ეს გახლავთ სალმა ჰაიეკი. და სწორედ მის შემთხვევაზე ვისაუბრეთ, გაგვრით, რაც ვახსენე და ახლა საინტერესოა მათთვის, ვისაც შეიძლება გამოუვლინდა სწორედ ორსულობის დროს ესეთი ჩვენება. თიკა ძალიან კარგად ახსენი და მომეწონა ის რომ აი ზუსტად მაგი არის რომ ეს გესტაციური დიაბეტი ძალიან მალე გაივლის ორსულობის დასრულებისთანავე და შაქრის დონე ნორმას უბრუნდება და ასე რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ შეუძლიათ ასე ვთქვათ დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ ნორმალურ ჯანმრთელ მდგომარეობას ქალბატონები. თუმცა ალბათ გასაკვირი არ არის და ყველა დამეთანხმება იმაში რომ აი ამ დიაგნოზის გაგება არის გარკვეულ სტრესთან დაკავშირებული, მით უფრო როდესაც იაზრებს მომავალი დედა რომ არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობა, არამედ შეიძლება მისი ნაყოფის ჯანმრთელობაც დადგეს გარკვეულწილად კითხვის ნიშნების ქვეშ. ხო, ანუ გესტაციური დიაბეტიკა, როგორც ვთქვით, ანუ ორსულობის დროს მიმდინარეობს და ძირითადად შემთხვევებში ქრება, მაგრამ ანუ თუ მას არ მართავ, მაშინ მან შეიძლება საფრთხე შეუქმნას როგორც დედას, ასევე ნაყოფს. ამიტომ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ძალიან ხშირად საერთოდ კლინიკური გამოვლინების გარეშეც მიდის. ну, გესტაციური დიაბეტი პროცენტულად რო განსაზღვროთ, ქალების 10%-ში ვითარდება და ქალების 50%-ს შეიძლება რომ ტიპი 2 დიაბეტი განუვითარდეთ, რაც უკვე ესე ვთქვათ სერიოზული პრობლემაა. და ამიტომ ყოველთვის მოწოდებული არის ხოლმე რომ ამის თავიდან აცილების მიზნი და ზოგადად იმის გამო რომ გესტაციური დიაბეტი დაუდგინდა ამ პერიოდში, შემდგომ აუცილებლად უნდა იკონტროლონ შაქრის მაჩვენებლები, ანუ წელიწადში 3-ჯერ არის მოწოდებული ასეთმა ქალებმა, ვისაც დაუდგინდათ გესტაციური დიაბეტი. ლევან, ანუ მეცნიერებმა ჯერჯერობით არიციან, თუ რატო უვითარდება ზოგიერთ ქალბატონს ეს გესტაციური დიაბეტი, თუმცა ზოგადად რომ ორსულობის პერიოდში რომ ინსულინის რეზისტენტობა მატულობს ქალბატონებში, ну ეს დადგენილია. თუმცა რისკ ფაქტორები ვიცით და გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკ ფაქტორებს ჩამოგიტყვით, იკა ეხლა ეს არის ასაკი 25 წელს ზემოთ, ჭარბი წონა, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, პრედიაბეტური მდგომარეობა ორსულობამდეც, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი, გენეტიკური ფაქტორები, როდესაც ოჯახის წევრებს აქვს დიაბეტი, მაგალითად ეს მნიშვნელოვანი არის და წინამშობიარობის შემდეგ ჭარბწონიანი ბავშვის დაბადება 4 კილოგრამზე მეტი. მართლა. კი, რაღაცაგან როგორც თქვით, ანუ ძალიან ხშირად მიდის უსიმპტომოდ. ამიტომ ძალიან ძნელი დასაჭერია ესე რომ ვთქვათ, რა რეალურად სიმპტომი გამოიხატება, ქალბატონი უნდა მიაქციოს თავს, თუ აქვს ანუ გახშირებული შარდვა და გახშირებულად წყურვილის ხო შეგდება მოთხოვნა. რა შეიძლება მოხდეს თუ კი არ არის მართული დაუშვათ ეს გესტაციური დიაბეტი ექიმის მიერ? ხო, ანუ ვინაიდან ეს ვითარდება ორსულობის დროს, ორი ადამიანი გქონს, ხო? ეს არის დედა და ბავშვი. დედის მხრივ ეს არის შაქრის მაღალი დონე, ეს არის წნევის მატება, ეს არის საკისრო კვეთის გაზრდა, იმიტომ რომ ბავშვი ზომით დიდი არის და ამასთან ერთად თან ჭრილობის გართულება, ანუ შაქრის მაღალი დონის დროს და ნადრევი მშობიარობის რისკიც. ხოლო ბავშვის შემთხვევაში ეს არის როგორც ვთქვით, ანუ როდესაც გლუკოზა მაღალი არის, ის ხშირად 4 კილოზე მეტი არიან. მომავალში, ანუ ბავშვის ჭარბწონიანობა და ტიპი 2-ის განვითარების რისკი. ანუ არ არის სახუმარო ამბავი. ნამდვილად, ცოტა უფრო მარტივი მეგონა მე რატომღაც, რადგან ნახე, ვიცოდი რომ აი ორსულობის მერე გაივლის და რაღაცა აი მორჩა, როგორც ესეთი უსიამოვნო სიზმარი ისე. მაშინ, რადგან ასეთი სერიოზულია საკითხი, დავიმატოთ ექიმები და მათთან ერთად გავაგრძელოთ მსჯელობა, როგორ უნდა იმართოს და ზოგადად რა რისკები ახლავს სწორედ ასეთ მდგომარეობას. ჩვენთან დღეს სტუმრად მოვიდნენ პათომორფოლოგი, ციტოლოგი, ემბრიოლოგი, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC-ის კლინიკური დირექტორი პროფესორი ნინო მუსერიძე და ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი პროფესორი რამაზ ყურაშვილი. მომგდანდით! გამარჯობა! როგორ ხართ? კარგად, მომგდანდით ბატონო რამაზ.
რა თქმა უნდა, ჩვენი სასაუბრო თემა იცით, ეს არის გესტაციური დიაბეტი და რატომ ვითარდება ეს კონკრეტული, ეს მოგვიყევით ჯერ მექანიზმი. პირველი, გვიან გათხოვება, ერთი და მეორე წონაში მატულობენ. გამიგეთ? იმ კონკრეტული ასაკისთვის, როდესაც უკვე წონა არის და შეგრძნობა არის მოგვიანებითი მეტი შანსი არის ამ დროს ინსულინის რეზისტენტობა, მეტი სტრესი აქვს ამ ხალბატონებს და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. სიგარეტის მოწევაც შეიძლება იყოს მიზეზი, ჭარბი წონა, უმოძრაობა, აი ძილის ამბებიც არის, ხანმოკლე ძილი ან ხანგრძლივი ძილი, უხარისხო ძილი, ზედმეტი სინათლეც აშიში არის. თუ ოჯახში არის დიაბეტი, მაშინ 35 წელი უკვე რისკის ფაქტორი. ასაკი 35 ასაკი. თუ არ არის ვინმე ოჯახის წევრში დიაბეტი დაავადებული, მაშინ 45 წელი არის. აი სკრინინგი ჩვენთან კულტურა უნდა დაინერგოს, რომ რისკის ფაქტორების დონეზე მოხდეს ყველაფრის აღწერა, უფრო ადვილია, უფრო იოლია. ბატონ რამაზ, აი ჩვენ მანამდე ვისაუბრეთ და აი თითქოს მიზეზები არ ვიცით და აი თქვენ უფრო პროფესიონალურ დონეზე რომ გესტაციური დიაბეტის მიზეზები აი რა. ჭარბი ჰორმონები არის გამოყოფილი, ჭარბი ჰორმონები, რომელიც ემუქრება ინსულინის პროდუქციას და თითქოს აი ხელოვნური ეს დიაბეტი არის დროებით, რასაკვირველი, ორსულობის მიმდინარეობის დროს მიმდინარეობს ეს ყველაფერი. ორსულობის დროს. ანუ ორსულობის გაირია ჰორმონები და დადგა რისკი გესტაციური. ასევე ქონდათ გესტაციური დიაბეტი ადრე ამ ხალხს. ეს მეორდება ხოლმე. შეიძლება თავისით წავიდეს. როგორც ნიავი მოვა ქართანი და წავა და მე დამშვიდდება ყველაფერი. შეიძლება არ დამშვიდეს. დიაბეტი უნდა იყოს მოვლილი, დედის დიაბეტი უნდა იყოს მოვლილი და ნაყოფს არაფერი არ ემუქრება, არც ერთი ორგანო არ დაუზიანდება. რა ემუქრება? ყველაზე ცუდი რა ემუქრება? ნაყოფი არ განვითარდება. გამიგეთ, მუცელი მოეშლება, სტრესი იქნება მისთვის. ამიტომ სამი თვე ჩვენ ბუფერული დრო უნდა გქონდეს დაორსულებამდე, უნდა მივახციოთ ნორმალურ ციფრებს. მე მინდა გაიაზრონ ქალბატონებმა რა რისკი შეიძლება მათთვის იყოს ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით, იმიტომ რომ აი დავშეჩება რაღაც ორგანოზე იმოქმედოს თუ აი ხედველობა, არტერიული წნევა თუ აქვს მაღალი, ამაზე იმოქმედებს ბუნებრივია. არსებული გულის დაავადებებს შეიძლება გაურთულდეს გულის დაავადებები. და ნაყოფშიც შეიძლება გულის გართულებები, გულსიზარდვა სისტემის მხრივ გართულებები, თუ თქვათ ჰიპერგლიკემია არის და ზოგი იცით მაღალი ციფრები უფრო მავნი არის რასაკვირველია ყველაფერი ამ სიტუაციისათვის. ნინო, ჩართოთ ახლა თქვენი ნაწილია ამ საუბარში გესტაციური დიაბეტი და ინვიტრო განაყოფიერებით მიღებული შედეგი, ასე ვთქვათ. რაღაც არის თუ რა სავალდებულო კვლევები ესეთ დროს, რასაც მიმართავთ ხოლმე და პაციენტი, ესე ვთქვათ, ვალდებულია რომ ჩაიტაროს თუ როგორ ხდება ესეთი პაციენტების მართვა. ის რისკ ფაქტორები, რომელიც არის 35+ წონა, დარღვეული ნივთიერებათა ცვლა. ყველა ის ენდოკრინოლოგიური პრობლემა, რომელიც შეეხება დაუშვათ ენდოკრინულ ჯირკვლებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთან მოსული პაციენტის ალბათ, რა ვიცი რა გითხრათ, 20% მაინც რისკ ფაქტორია, ის რომ შეიძლება იყოს ინსულინ რეზისტენტობა და რეალურად ჩვენი ენდოკრინოპათიები, ძირითად შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის ვნერვიულობთ იმაზე, რომ არ იყოს შემდგომ გართულება. ყველა აბსოლუტურად კვლევა ტარდება იმისთვის, რომ შემდგომში არ იყოს გესტაციური დიაბეტი, მაქსიმალურად უწყობთ ხელს, რომ ქალი ინფორმირებული იყოს. ნახეთ, როგორ ვთქვათ, განათლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თავის თავზე რომ იცოდეს ქალმა, რა შეიძლება იყოს მისთვის რისკ ფაქტორი. აქედან გამომდინარე, ჩვენც ექიმები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა ის კვლევა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ დავაზღვიოთ ეს ადამიანი იმისგან, რომ არ ვიცოდეთ რა არის მისთვის რისკი, არ ვიცოდეთ რა ექნება მას ორსულობაში, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, ყოველთვის უხსნით პაციენტს, რომ ყველა სკრინინგული ტესტი, რაც არსებობს და არა მარტო სკრინინგი, არამედ ის ტესტები, რომელიც შეეხება ინსულინ რეზისტენტობას, ინსულინის, გლუკოზის ტესტი, ჰომა ინდექსის, ყველა ეს ტესტი აბსოლუტურად ტარდება აუცილებლად, ასევე ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგიც და შემდგომ, როცა ვიცით, რომ დაუშვათ მას აქვს რისკი, აუცილებლად ენდოკრინოლოგის კონსულტაციის გარეშე ეს პაციენტი არ გადის. ანუ ინვიტრო განაყოფიერებას, როცა გულისხმობთ, აქ არის ჯგუფი ექიმებისა აუცილებლად. როგორც კარდიოლოგი, ასევე ჩართულია ენდოკრინოლოგი, ასევე ჩართულია მეანგინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ემბრიოლოგი, ხო? ყველა მთელი გუნდი და რადიოლოგი. ანუ აბსოლუტურად მთელი გუნდი მუშაობს იმაზე, რომ ამ პაციენტს არ ქონდეს რაიმე გართულება სხვა ორგანოსთან მიმართებაში, რადგან
ჩვენთან ხომ 50 წლის ორსულებიც არიან, ჩვენთან არიან 58 წლის ორსულები. შესაბამისად, ნახეთ, ამ ხელა რისკი აქვს და ეს რისკი გადადის უკვე ბატონ რამასთან ამ შემთხვევაში ენდოკრინოლოგიურ პროფილით და თუ მაგალითად პაციენტი მოდის და იცის რომ აქვს დიაბეტი, ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე რომ ეს არის რისკი და მან არ უნდა გააჩინოს შვილიო. როგორც აღნიშნა 2, 3 და 4 შვილი შეიძლება გააჩინოს, ოღონდ ეს უნდა იყოს მოვლილი დიაბეტი. შესაბამისად, თუ სწორად მე საერთოდ ვამბობ, რომ დიაბეტი დაავადება არ არის. თუ შენ იცი შენი დაავადება და შენ ცხოვრობ იმ ცხოვრების წესით, რეალურად შენ არც ერთ გართულებას არ მიიღებ. ეს არის ცხოვრების წესი. რა ხდება ინვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში, როდესაც აქვს დედას დიაბეტი უკვე დადგენილი? როცა დედას აქვს დიაბეტი, ნახეთ, ჩვენთან უფრო მეტი რისკი აქვს, რა თქმა უნდა, იმისა, რომ რაიმე გართულება მივიღოთ. იქიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან დიდი დატვირთვა გვაქვს ასევე ჰორმონალური. როგორც აღნიშნა ბატონმა, თუმცა ჩვეულებრივად მიმდინარეობს ენდოკრინოლოგთან ერთად. ჩართულია ენდოკრინოლოგი ყოველთვის და კომპენსირებული დიაბეტია ამ შემთხვევაში, ანუ მოვლილი დიაბეტის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ეს პაციენტი პროტოკოლში ავიყვანოთ. მაგრამ მე 24/7-ზე არის ენდოკრინოლოგთან ერთად მონიტორინგზე და ჩვენ მაქსიმალურად ეხლა აი ამჟამად ზუსტად ახალ პროგრამას ვნერგავთ, რომელიც არის პრეეკლამპსიის ნაადრევად გამოვლენის, ანუ რა რისკები აქვს პაციენტს, რომ მას ჰქონდეს პრეეკლამპსია. ანუ ის ჰიპერტენზია, არტერიული ნაადრევმშობიარობა, შეიძლება ნაყოფის შეწყვეტა უკვე ორსულობის დიდ ვადებზე. შესაბამისად, ეს არის პროგრამა სპეციფიური, რომელიც ადრეულ ეტაპზე დაახლოებით საათნახევრიანი პროცედურა არის გამოკვლევის ნაყოფის და დედის და შემდგომ ასტრაიას მეთოდი ქვია ამას, აი ამ კრიტერიუმებით ადგენენ, რომ ამ ქალს აქვს რისკი დაუშვათ პრეეკლამპსიის და ნამდვილად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ანუ მინიმალური რაოდენობით გართულება ქონდეს ჩვენ ორსულებს, იმიტომ რომ ესენი არიან მაღალი რისკის ორსულები. როგორც აღნიშნავთ ხოლმე, რეალურად საერთოდ რო არ ქონდეს არანაირი ენდოკრინოპათია, არანაირი პრობლემა, შესაძლებელია მარტო იმიტომ, რომ მაღალი მასის ინდექსი აქვს. ინსულინო რეზისტენტობა აქვს, რომელიც შეიძლება არასდროს არ გადავიდეს დიაბეტში იმ თვალსაზრისით, რომ მაგრამ თქვენ კი ნამდვილად, მაგრამ აი ჩვენი დახმარებით შესაძლებელია უფრო სწრაფად გადავიდეს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ასეთი ქალი ინფორმირებული იყოს და ყოველთვის ვიყოთ საქმის კურსში. თქვენ ფანტასტიკური შედეგი გაქვთ ასევე კანცერის დროს. რამოდენია კანცერის დროს უნარჩუნებენ ნაყოფს. ეს არ ვიცი რა სტიქს ჩვენც რო გვიწევს. კიბოს დროს. კიბოს დროს. ვთქვათ ორსულ ქალს და უნარჩუნებენ ნაყოფს. საერთოდ რაღაცა ესე იგი წარმოუდგენელი რაღაც შეიძლება იყოს. მე რომ ნახე პირველად ძალიან მომეწონა ეგ ამბავი. ჩვენი ექიმები რო საუბრობდნენ, ერთ-ერთი რისკ ფაქტორია, როდესაც პირველ ორსულობაზე დავუშვათ დედას ჰქონდა გესტაციური დიაბეტი, მეორე ორსულობაზეც რომ გამოვლინდეს. ეს გარდაუვალი რეალობაა თუ არც ასეა საქმე? შეიძლება არ ქონდეს მეორე, შეიძლება არ ქონდეს მეორე. და რა მიზეზით შეიძლება მოხდეს? დიაბეტი მაინც მამის ხაზით გადადის, დედის მხრიდან არა, მაგრამ ესეთი ბავშვები იბადებიან გაცილებით უფრო დიდი წონის. აი რისკ ფაქტორი რაც აქვს ხოლმე ხშირად დედას რომ ხომ არა აქვს მას დიაბეტის რისკი არის ხოლმე, როდესაც ქალი მშობიარობს და გააჩინა ბავშვი 4.5 კილოზე მეტი. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვთვლით, რომ ანუ ეს შეიძლება იყოს რისკი მომავალში დედისთვის დიაბეტის განვითარების. მაგრამ 100%-იანი არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ რისკი. სიგარეტის მოწევა არის ძალიან ცუდი დედისთვის რა მხრივ, ნაყოფზე მოქმედებს უარყოფითად და იმის შემდგომ ნაყოფსაც შეიძლება ქონდეს ისეთი გართულება, რომ ამ დაავადების შესახებ დღეს წარმოდგენ არ აქვს. ისეთი გართულება შეიძლება ქონდეს. ამიტომ აი დედის მხრივ ძალიან ცუდი ორსული ქალის მოწევა, ორსული ქალის ესე იგი ეს გაბოლება ძალიან ცუდია. დავსვამ ბოლო შეკითხვას ამ თემასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა იყოს დიაბეტის დიაგნოზი უშვილობის მიზეზი? მე მგონი დიაბეტს და უშვილობას ბევრი საერთო მიზეზები აქვთ. საერთო მიზეზები. თუ პირდაპირ მიზეზი დიაბეტი არის ისეთი ფორმის დიაბეტი, რომელიც არ არის კომპენსირებული, არ არის მოვლილი დიაბეტი, ეს არის უშვილობის მიზეზიც და ეს არის უშვილობის წინააღმდეგ ჩვენება. თირკმლის ფუნქცია დაქვეითებული, რომელიც შემდეგ შეიძლება სასიცოცხლო შეიძლება რისკი იყოს პაციენტისათვის, დედისათვის.
ამ შემთხვევაში ჩვენ ორსულობას არ ვურჩევთ და აქ არის უკვე სუროგაცია. მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა არ არის მოვლილი დიაბეტი, არ არის კომპენსირებული დიაბეტი, ვერ ხდება ამის კომპენსირება და იქ არის უკვე ისეთი სიტუაცია, სადაც ჩართულია სხვა ორგანოების დაზიანებები, ცოცხლე, ხო? ასეთ ორსულობაში ჩვენ ვარს ვეუბნებით, ისეთი ხედვა აქვს და ისეთი კონტაქტი აქვს ხელოვნურ ინტელექტთან. დაძლევს ყველა შემთხვევაში და ყველა ქალს გახდის დედას. მეც ასე მგონია. ყველა შემთხვევაში, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე ამაში ვმუნდები. დიდი სიამოვნების. ძალიან დიდი სიამოვნება. ფანატიურად შეყვარებულია თავის დარგში. ისე ვერ განავითარებ ახალდაგს. ჩვენ ხედავთ ამას ნამდვილად ნინოს ყოველი სტუმრობა გვაძლევს იმის იმედს, რომ ყველა პრობლემას, რაც შეიძლება უშვილობას უკავშირდებოდეს, ნინო დაძლევს. რაც შეეხება ზოგადად გესტაციურ დიაბეტს, როგორც აღმოჩნდა, არავინ არ არის დაზღვეული იმისგან, არც ერთი პოტენციური დედა, ასე ვთქვათ, რომ ორსულობის დროს არ დაემართება გესტაციური დიაბეტი, რამდენიმე რჩევა რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით გავცეთ დასკვნის სახით არის შემდეგი, რომ სასურველია ორსულობამდე მოყვანილი იყოს დაუშვათ წონა და სხვა მაჩვენებლები ნორმაში და ორსულობის დროს რა თქმა უნდა გაკონტროლებული. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესი, მისი აღმატებულება გლიკემია. მისი აღმატებულება ნორმოგლიკემია. ჯანსაღი ცხოვრების წესი, ესე ვთქვათ, დედობის გზაზე მყოფი ქალბატონისთვის, ასევე სწორი კვება, ასევე კონტროლი საკუთარი წონის, თამბაქო თავისთავად გამოირიცხება და კიდევ სასურველი წონის, სასურველი მომატებული წონის კონტროლი, რომელიც ორსულობას ისედაც ახლავს. აი ეს რამდენიმე რჩევა ალბათ ყველა მშობელს გამოადგება, ყველა დედას. თქვენ წიგნი მოგვიტანეთ საჩუქრად. თქვენ მოგიტანეთ წიგნი წარწერით. აბა გვაჩვენეთ. აი, წარწერით. სახსოვრად ძვირფას ნამდვილ ექიმებს. მადლობა ბატონო რამაზ დიდი. მადლობა ნინო, წარმატება თქვენ პაციენტებთან ურთიერთობაში.